Ის ბოლოს ვაჯამებთ მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს ჩვენი სტუმარი პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძეა. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დავიწყოთ ცხადია მოლოდინით, რომელიც ერთ კვირაში უნდა გაცხადდეს და ერთ კვირაში უნდა ვნახოთ, რას გადაწყვეტილებას მიიღებს 27 სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ მთავარი ბრალდება, რაც ახლა გვესმის ხელისუფლების მისამართით, რომ მოცნებამ არასწორი ფსონი გააკეთა ორბანზე, რომ ტრიო თუ წავა წინ ერთნაირად წავა და შესაბამისად ორბანის პოზიციის გამო შესაძლოა საქართველოს დაიჩაგროს. რა პასუხი გაქვთ ამ ბრალდებებზე? ამას ბრალდებებად ვერც აღვიქვამ რეალურად, ძალიან სერიოზული პროგნოზებია და გაუგებარი პოლიტიკური თეორიები. ეს არის პროგნოზებში ხელმოსარული ხალხი, ვინც ამას ლაპარაკობს. ჯერ ნახეთ, რომ წლის დასაწყისში კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად დადიოდნენ ევროპაში. მერე ამერიკის მთავრობამ კონტრაქტები გამოაქვეყნა, სადაც ნახეთ, რომ 100,000-ობით $, მილიონები არის გადახდილი, რომ როგორმე საქართველოს გაეშავებინათ და წარმოეჩინათ, რომ თითქოს ევროპულ ორბიტას ქვეყანა დაშორდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. მერე ამბობდნენ, რომ საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაო. მოგახსოვთ ეს? და ახლა, როდესაც უკვე მწვანე შუქი მივიღეთ და დადებითი რეკომენდაცია, ამბობენ, რომ ისეთი არაფერი არ არის ეს კანდიდატის სტატუსიო, ეს ქვეყანა მაინც რუსეთით რუსული გზით შედის ევროპაშიო. ეს არის მაგათი გზავნილი და ეხლა ამ ხალხს ყველაფერში რომ შეცდნენ და ყველაფერი რას თქვეს, რომ პირიქით მოხდა. მაგ ხალხის კომენტარებზე ხა როგორ შეიძლება ჩვენ დავკარგოთ ესეთ სერიოზულ ეთერში. უნგრეთის პოზიცია ფაქტია. რა შეეხება უნგრეთს, ხა მესმის რომ ყელში ეჭხირებათ უნგრეთის პოზიცია, არა მხოლოდ უნგრეთის, ყველა იმ ჩვენი ნამდვილი მეგობრის, ვინც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა და არ გაგიკვირდეთ, რომ ხვალ სხვების ლანძღვაზეც გადავიდნენ. ყველაფერზე წამსვლელი ხალხია ესენი, ოღონდ რაღაც სალაპარაკო ქონდეთ ყოველდღიურად. ხა უნგრეთს ყავს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა. შენ პოლიტიკაზე გაქვს პრეტენზია და პოლიტიკოსობაზე რო გაქვს პრეტენზია. ხალხს რო არწმუნებ, რომ მე უნდა ჩავიბარო ამ ქვეყნის პასუხისმგებლობაო. რა პოლიტიკოსობა და რა პასუხისმგებლობაა ეგ? როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობაზე ამბობ რუსეთუმეა, ამბობ რომ იქ არის თითქოს ავტოკრატია და ყველაფერი რასაც შენაკეთებდი ხელისუფლებაში ყოფნის დროს აბრალებ ვიქტორ ორბანს, რომელიც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლიდერია. მოდი იმის მცირედიც არ გაუკეთებია თავის ქვეყანაში, რაც გააკეთა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და ეს ხალხი რა მორალით გამოდის და როგორ აკრიტიკებს? არის თუ არა შესაძლებელი, რომ ორბანის პოზიციამ უკრაინასთან მიმართებაში შეცვალოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, ან რაიმე გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებაზე? რასაკვირველია, საქართველოს აქვს თავისი მხარდაჭერა. საქართველოს თქვენ თვითონ კარგად იცით, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს უკრაინას და მოლდოვას, ჩვენ მაშინ მიულოცეთ ჩვენს მეგობრებს და რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რა მძიმე ომშია უკრაინა, ის მეტ მხარდაჭერასაც იმსახურებს, რა თქმა უნდა და საქართველოში ხელისუფლებაში აქ ეგ არავის არ ეწყინება, რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ ხო გახსოვთ, რომ ეს ოპოზიცია, ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ აი საქართველოს ტრიოში აღარ არისო და საქართველოს საკითხი აღარ არის დამოკიდებული უკრაინის და მოლდოვის ევროინტეგრაციაზე. დღეს პირიქით ლაპარაკობენ. ესენი პირიქით ლაპარაკობენ, მაგრამ ეს კითხვა მაქვს. შევაჯამოთ მოკლედ, რომ ხალხში რაღაც არ გამოუწევთ დამატებითი გაუგებრობა, ხო? ერთი რამე ვთქვათ. რა თქვა ევროკომისიამ? თითქმის ერთი თვის წინ. ევროკომისიამ თქვა, რომ საქართველოს აქვს მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მაგრამ ახლა ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ კი როგორც მათ შარშან გაყვეს ეს ქვეყნები, ან ორ ქვეყანას მისცეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა. თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მსგავსი ფორმულით იმუშაონ ამ ადამიანებმა, ანუ ამ ლიდერებმა ახლაც ალოგიკურია, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტში გაყვეს და ეხლა თუ დაბლოკვა მოხდა საერთოდ, შეიძლება ეს არც მოხდეს, ეხლა არის ძალიან თეორიული დისკუსია. ანუ სტატუსის მინიჭების მომენტში თუ გაყვეს სტატუსის
სტატუსზე უარყოფითი, ანუ მოლაპარაკებების გახსნაზე უარყოფით გადაწყვეტილების კონტექსტში, რომ ისევ საქართველოს დაუკავშირონ უკრაინას და მოლდოვას, ეს არალოგიკურია, გამორიცხულია პრაქტიკულად ასეთი რამე. საქართველოს აქვს თავისი დამსახურება, საქართველოს აქვს უკვე თავისი ვიზა კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ეს არის თვითონ ევროკომისიის მიერ გაცხადებული რეკომენდაცია და პლუს მაგას პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, პარტიის თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩვენი კოლეგები ყველა ვინც ევროპაში ვიყავით და შევხვდით ჩვენს მეგობრებს, შევხვდით ლიდერებს, ვინც უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებას, საქართველოს აქვს ერთსულოვანი მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს ერთი. მეორე, დღეს ვინც ახლა გადააბრუნეს ფირფიტა და პირიქით ლაპარაკობენ იმას, რაც თვეების წინ სულ სხვანაირად უმღეროდნენ საზოგადოებას, ეს კიდევ ერთხელ გეუბნებით, არასერიოზული პოლიტიკაა და არასერიოზული პოლიტიკოსები არიან, ელემენტარულად მათ უნდათ რომ ხალხის აზრზე რაღაც გავლენა მოახდინონ მოკლე ვადიანი, თორემ რა ანუ ერთი კვირა არის დარჩენილი და ყველა დაინახავს რომ საქართველოს მიიღებს რასაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მეცაც გეტყვით, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა თუ რა მოხდება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. ანუ გეგმა შემუშავებულია პრემიერ-მინისტრის ბატონი ნაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დამტკიცდა ეს გეგმა, გადაგზავნილი ევროკომისიაში, ველოდებით პირველ კომუნიკაციას და ექნება მოწვევა ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს და იმ ძალას, ვისაც მართლა აინტერესებს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთი პარტია ასეთ გეგმებს არ წერს, ასეთია პრეტენზია, რომელიც გამოიწვია თქვენი ოპონენტების მიერ, ჯერ ერთი რომ გეგმა მათთვის ცნობილი არ არის და ამაზე შფოთავენ, რომ რა ხდება, რა წერია იქ ისეთი, რომ არ შეიძლება ეს გასაჯაროდეს, რატომ არ არის ეს ცნობილი არც ოპოზიციისთვის და არც საზოგადოებისთვის, ხადია ეს გვაინტერესებს, მაგრამ ამასთან იყო თუ არა გათვალისწინებული ოპოზიციის მონაწილეობა ამ გეგმის შედგენაში? ეს გამონათქვამი ძალიან გავს წინა გამონათქვამს. თუ გახსოვთ, როდესაც საქართველოს პროგრესის შეფასება ხდებოდა, ზუსტად იქ ერთი სიტყვა შეცვალეს ეთყობა, მაშინ თქვეს, რომ არც ერთი ხელისუფლება მსოფლიოში არ წერს შეფასების ანგარის მარტო. ახლა ახალი სლოგანია, არც ერთი ხელისუფლება არ წერს სამოქმედო გეგმას მარტო. რაფორმით უნდა მიიღო მონაწილეობა? ერთ გეტყვით გეთაყვა. არც ერთი ოპოზიციას არ არსებობს სოფლიოში, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ მუშაობს, ფულს იხდის და ევროპაში დადის იმისთვის, რომ თავის ქვეყანას ჩირქი მოსხოს რა და ჯერ მოდი მაგას დაუფიქრდნენ და მერე აგერ მოწევა რომ ექნება თანამშრომლობაზე და სამუშაო პროცესში ჩაერთონ. ანუ მაგასაც ჩვენ ხო არ გვაბრალებენ შემთხვევით. პარლამენტში როცა შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელში ჩაერთო ერთი ეს ოპოზიცია, ვინ იყო რადიკალური ოპოზიცია? ფასადური სამუშაო პროცესი ეს იყო მათი მთავარი არგუმენტი, რომ საერთოდ ხელისუფლება იღებდა მხოლოდ იმ სრულებებს, რომელიც მას აწყობდა და რეალურად დემოკრატიისკენ ნაბიჯს არ დგა. მართლა ეს ფასადების პარტია რომ მაგას გეტყვის, რომ ფასადების ხსნიდნენ, ფასადებით ცხოვრობდნენ და ფასადზე რასაც ხალხი ხედავდა, იმის უკან ხდებოდა კატასტროფა და ეხა ეს ხალხი ჩვენ ფასადებზე როგორ გვესაუბრებიან? ანუ თურმე ფასადური ყოფილა, რომ საქართველოს ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ფასადურად მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, ქართველები მილიონობით ვიზიტს ევროპაში ფასადურად აკეთებენ, ვაჭრობას ფასადური გვაქვს ევროკავშირთან, პერსპექტივაც ფასადური იყო და ეხლა შევდივართ ფასადური გზით ევროკავშირში. ეს არის მაგათი თეორია? კი ბატონო, ამ თეორიის თანახმად გამოდით მაგ თეორიით არჩევნებზე გელოდებით ოქტომბერში და როგორ ფასადურ შედეგებსაც მიიღებთ, მაგასაც არჩევნებზეც ვისაუბროთ, კი ბატონო, მაგრამ ამ თეორიის თანახმად კანდიდატის სტატუსი რომც მიიღოს საქართველოს, მაინც ფასადური იქნება. ანუ ამას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს ხშირად მოგვისმენია მათი მხრიდან. თუ ხელისუფლება არ შეიცვალა ტაუტოლოგიაში, ანუ ერთი და იგივე სიტყვებს იმეორებს ხშირად და მე ვფიქრობ ცოტა არჩევნებთან დაკავშირებით რახან ახსენეთ კი ბატონო, ამ თემაზეც ვისაუბროთ საარჩევნო კოდექსზე. თავარი ბრალდება, რაც ხელისუფლების მისამართით ახლა ისმის, არის რომ კომპანიებს ეკრძალებათ დაფინანსება, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიცია აღმოჩნდება არათანაბარ მდგომარეობაში და შესაბამისად ეს ადამიანები ვერ აწარმოებენ სრულფასოვან საარჩევნო კამპანიას. რა პასუხი გაქვთ ბრალდებაზე? აი მეცინება უფრო არ მინდა რომ არასერიოზულად გამომივიდეს კომენტარი, მაგრამ აი 1 გიგაბაიტი პოლიტიკური მეხსიერება უნდა გქონდეს ადამიანს, რომ გაიხსენო, რას ამბობდნენ ეს ხალხი, რომელიც ახლა მაგის გამო გვაკრიტიკებდნენ. მე გაგახსენებთ მათ ციტატებს. ნახეთ? კი ბატონო. ანუ პირველი, რასაც ევროპელებთან ჩიოდნენ.
რომ მთელი ბიზნეს კომპანიებიო აფინანსებენ სახელმწიფო პარტიასო და როგორმე ეს უნდა აგზავნოთო. ერთი, რასაც ითხოვდნენ ადრე. მეორე, კერძო სექტორიო ჩვენ არ გვაფინანსებსო, ანუ ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ ჩვენ არ გვაფინანსებს კერძო სექტორიო. ამ მხოლოდ აქ რო დავსვათ წერტილი, უკვე ანეკდოტია, როგორ უნდა დააფინანსოს კერძო სექტორმა ნაციონალური მოძრაობა იმ კერძო სექტორმა, რომელიც თაბუკაშვილიდან გადმოყარეს, რომელიც ღამღამობით მიდიოდა პროკურატურაში და ქონებებს ჩუქნიდა, ვის შვილებსაც და ოჯახის წევრებსაც იჭერდნენ და ქონების გასაფორმებლად ძევლად ყავდათ. ანუ ეგ უკვირდათ, რატო არ მაფინანსებს ეს ბიზნესი. მოკლედ, დიდი ხანი ჩიოდნენ, რომ ქართულ ოცნებას უნდა შეუზღუდოთო კომპანიების დაფინანსება არჩევნების დროსო. მერე ჩამოვიდა ვენეციის კომისია, გაანალიზა აქაური საარჩევნო გარემო და რეკომენდაცია დაწერა, რომ კარგი იქნება თუ ხელისუფლებაო შეზღუდავს, ანუ აკრძალავსო, რომ კომპანიები პარტიებს ნუ აფინანსებენო. ხალხურ ენაზე გიყვებით უბრალოდ. ახლა როცა ეს ინიციატივა შემოვიტანეთ, პირიქით დაიწყეს ლაპარაკი ხალხო შეხედეთ ამ რას იმიტომ რომ ნაცმოძრაობის წევრები და დეპუტატები არიან საკმაოდ მსხვილი კომპანიების მფლობელები და შესაბამისად მათ შორის ლელოსი და შესაბამისად როგორც ჩანს ეს დაარტყავთ ამ ადამიანებს და ახლა წუხარ ამაზე რო ეთქვათ ეგ სიმართლე როცა ჩიოდნენ ერთკვირიანი გზავნილებით რომ არიან დაკავებული და მეორე კვირას არიციან რა უნდა ილაპარაკონ მაგის ბრალია ეგეც მაგრამ სინამდვილეში ანუ ოპოზიცია არ აღმოჩნდება არათანაბარ მდგომარეობაში საარჩევნო კამპანიის წარმოებისას ბიუჯეტიდან რო დაფინანსება მიიღეს ბიუჯეტიდან მილიონებით დაფინანსება რომ მიიღეს ეგ მოახმარონ თავის საქმეს ხალხთან მივიდნენ მაგ ფულით მოუყვნენ რა პროგრამები აქვთ მოუყვნენ ვინ არის ის ლიდერი ვინც ამ პროგრამებს გააკეთებს და პასუხისმგებლობას აიღებს და მე ილაპარაკონ კომპანიების რომელი კომპანიების დაფინანსებას უზღუდავდით თვითონ ჩიოდნენ ანგარიშებს აქვეყნებდნენ რომ აი ქართულმა ოცნებამო თითქმის იმდენი შემოწირულობები მიიღო რაც ნაციონალურ მოძრაობამ ამაზე ქონდათ კრიტიკული ანგარიშები დაწერილი სხვა პრობლემასაც ხედავს ოპოზიცია ანუ კომპანიებთან დაკავშირებით პრინციპში ისინი ამბობენ რომ დიდი პრობლემა მეორე ნაწილი აი დავასრულებ და მე გაგზავნა შეიძლება დიდი პრობლემა არ შეგვექმნასო მაგრამ ესეც ცვლილებების ფასადური არის იმიტომ რომ აქ პრობლემა არ მოგვარდება ასე ვთქვათ მსხვილი ბიზნესის მიერ პარტიების დაფინანსების შავი ფული ტრიალებს პოლიტიკაში და ეს არის მიზეზი აი ამასთან დაკავშირებითაც პასუხად. აი როგორ შეიძლება უბრალოდ ამაზე სერიოზული კომენტარი გააკეთო. ვიმეორებ, რასაც თვითონ ითხოვდნენ, ახლა კეთდება ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციით და ახლა არიან ზუსტად საპირისპირო პოზიციაზე. მე შეგახსენებთ იგივე გააკეთეს დეოლიგარქიზაციის კანონზეც, ამბობდნენ რომ ხელისუფლება ვერ გაბედავს ამის მიღებას, მაგრამ ეს ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ეს კანონიო. კანონი შევიტანეთ თუ არა პარლამენტში, მეორე დღეს დადგნენ ბრიფინგზე და თქვეს რომ დრაკონულ კანონს იღებს ხელისუფლებაო და ევროკავშირში ჩავიდნენ მთელი ბილეთებში დახარჯეს მთელი ფული ჩავიდნენ და იქ ითხოვეს რომ იქ რომ მთავრობა დაარწმუნოთო რომ ეს კანონი აღარ მიიღოს. წარმოიდგინეთ და ხა ამ ხალხს უბრალოდ ელემენტარული თანმიმდევრობა აკლიათ. რაზე არის ხალხი საუბარი? არავითარი შემოწირულობების პრობლემა არ იქნება. ვისაც უნდა ნაციონალური მოძრაობა ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს შესწირავს იმას ფულს და დააფინანსებს იმას. არავითარი ბარიერი არ იქნება მაგ კუთხით. რაც შეეხება კომპანიების შეზღუდვას, თუ სიმართლე გაინტერესებთ, ეგ უფრო ჩვენთვის არის შეზღუდვა, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას აქ არც ერთი ბიზნესი არ ენდობა ამ ქვეყანაში. გარდა იმ ბიზნესების, რომელიც მათ აქვს შემორჩენილი და საიდანაც ფულს ადიხდიან, აგერ კი ვნახეთ ამერიკის მთავრობის ანგარიშებში. და არც ერთი ბიზნესი მაგათ არ ენდობა რეალურად, რომელიც მათი არ არის და ანუ ეგ არის ჩვენ ვიწესებთ თვით შეზღუდვას და არა ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია, გამიგეთ? და ვიმეორებ, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც მრავალი წლის და ბევრი პოლიტიკური თაობის ოცნება შევასრულეთ, როცა შემოვიტანეთ პარტიების დაფინანსების მექანიზმი. შეიძლება ჩვენ საზოგადოებას არც ახსოვს, ერთი ამ ფორმულაში ერთი ისეთი მექანიზმი იზრდებს, რომ აი ბოლო ადგილას გასული პარტია, ყველაზე ცოტა აუთსაიდერი პარტია, გარდა იმისა, რომ იღებს ფორმულით ბიუჯეტიდან დაფინანსებას, იღებს ბონუს დაფინანსებას, რაც არ მიუღია ობიექტურად, რაც არ ეკუთვნის, იმას აძლევს სახელმწიფო, რომ სულ მაჩანჩალა არ იყოს და სულ ბოლო ადგილზე არ დარჩეს. ანუ ესეთი დაფინანსების მოდელი შემოვიღეთ. ახლა ეს ხალხი რას ამბობენ? გეტყვით რა ხდება სინამდვილეში. წინასწარ იმართლებენ თავს წაგებაზე.
დიცურათში შეხება. გასაგებია, თქვენი შეიძლება გასაგებია, მაგრამ აქეთ დაფინანსებას აბრალებენ. აქეთ ელექტრონული მანქანები არ მოწონ. თან ეს საკითხები რომელზეც თვითონ ვითხოვდნენ. მაგრამ ოპოზიცია ამბობს მოიგებს. იქ ამბობენ რომ არჩევნების აზრი არა აქვს. იქ ადმინისტრაცია არ მოსწონთ. ანუ წინასწარ გაშლილი აქვს უკვე კამპანია. იმართლებენ უკვე თავს წაგებაზე ხალხო. აი ასე უნდა შევხედოთ ამ ოპოზიციის მესიჯებს არჩევნებთან დაფინანსებასთან და ამ ყველაფერთან მაგრამ ჩვენი ოპონენტები ამბობენ რომ პირიქით პრევენციას ახდენენ იმისთვის რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რომ ფინანსები და რესურსები იყოს თანაბრად გადანაწილებული, ისინი სთავაზობენ მაგალითად პენსიონერებს 1000 ლარს, ლელოს წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ სრულიად რეალურია რომ პენსია იყოს 1000 ლარი, გახარია აქეთ ბრალდებებს აყენებს ხელისუფლების მისამართით რომ მხოლოდ 25 ოჯახზე ნაწილდება მთელი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათი, ამ მოვიდნენ პარლამენტში, მოვიდნენ სხდომებზე მოვიდნენ, დებატებს დაესწრონ და მაგ ყველაფერზე პასუხები მოისმინონ. ხე განცხადებს რომ წამოისვრიან და მე გარბიან, არ ვიცი ტელევიზორებთან სხედან იქ უყურებენ თუ რას აკეთებენ, არ ვიცი, მაგრამ პარლამენტში მოვიდნენ ერთი და დებატებზე დებატის ეშინიათ? კი არა, ეშინიათ. ეგეც ვერ გავარკვიეთ ეშინიათ თუ არა, იმიტომ რომ მიხვდა ეშინიათ თუ არა, დარბაზში უნდა იჯდეს ადამიანი, ხო? როგორ უნდა შეატყო ეშინიათ თუ არა, სახეზე ხო უნდა დაინახო და ეგ ხალხი ჩვენ არ გვინახავს დებატების დროს დარბაზში. ეგ არის სიმართლე. რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ მემზადებიან წაგებისთვის? რა გეგმა არსებობს არჩევნების შემდეგ? ესეთი სცენარი ჩვენ უკვე ვნახეთ 2020-ის შემდეგ, არის თუ არა შანსი, რომ ყველაფერი განმეორდეს უკვე 2024-ში? რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ლოგიკური და კარგი შეკითხვა, მადლობთ, მაგდა. ზუსტად ამას აკეთებენ, რომ ერთი ხელით წინასწარ უკვე იმართლებენ თავს, ანუ მათ ხო უჭირთ მარცხის აღიარება. მარცხის ახლა როგორია დემოკრატიაში ოპოზიცია რო ხარ და პარლამენტში მოხდები მაინც და მაინც ახლა ეგ კი არის არჩევნებში მარცხი მაგრამ დემოკრატიაში ეგეც მნიშვნელოვანია და ამ ოპოზიციის დამოკიდებულება რა არის ისიც სანამ ჩვენ არ მოვიგებთ არც ერთი არჩევნები არ ვარგა სანამ ჩვენ ხელისუფლება არ გავხდებით არ გვინდა ოპოზიციაში ყოფნა ეს არის ნონსენსი ხალხო დემოკრატიასთან შეუთავსებელია როცა ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია ეგეთი რამე არ გაგონილა უბრალოდ არც ერთ დასავლურ დემოკრატიაში ცალი ხელით წინასწარ იმართლებენ თავს წაგებაზე და მეორე ხელით ამზადებენ ზუსტად მეორე დღის სცენარს ანუ წინასწარ მაგას ალაგებენ წინასწარ მაგ სცენარს რომ მეორე დღე ეხლა რამდენიმე მეორე დღე აქვთ ამათ რა უკვე ბიოგრაფიაში სხვადასხვა მეორე დღე აქვთ ერთი მეორე დღე არის რომ გამოვარდებიან ქუჩაში ხალხს რაღაც ზეგავლენას მოახდენენ ემოციურ ფონს შექმნიან მიზეზებს მოიფიქრებენ დააყენებენ ამ მოქალაქეებს ქუჩაში და მერე სხვათა შორის თვითონ წავლენ და ხალხს დატოვებენ ქუჩაში როცა აციუდება და როცა შუაღამე მოვა ეგ ერთი მეორე ისეთი მეორე დღეს გვახსოვს აი მიტინგიდან რომ გაყარეს ეს ლიდერები ხო გახსოვთ მიკროფონები რო ჩამოართვეს და რო გაყარეს მიტინგიდან ეგეთი მეორე დღეს გვახსოვს ასევე ბოიკოტიანი მეორე დღეს 8 თვე რო არ შემოდიოდნენ პარლამენტში პანდემიის დროს როცა ქვეყანას ხალხს ჭირდებოდა ფუნქციური ხელისუფლება მოქმედი და მუშა პარლამენტი ეს ხალხი 8 თვე პანდემიის დროს არ იყვნენ პარლამენტში სანამ ევროპელებმა არ უთხრეს რომ სამშობლო ხო გაქვთო და კიო ბოლოს აღიარეს რომ სამშობლო აქვთ და თურმე პარლამენტში უნდა შემოვიდნენ პარლამენტი აი ესეთი მეორე დღის გამოსილება აქვთ ამ ხალხს და სინამდვილეში მეორე დღე იცით როგორი იქნება და როგორი უნდა იყოს მეორე დღე უნდა იყოს არჩევნების შედეგების პატივისცემა და გადასვლა უკვე სამომავლო გეგმაზე უნდა დაასვენონ ეს ქვეყანა ამ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და სხვათა შორის სხვა პარტიებსაც მინდა უთხრა კიდევ ერთხელ მოგზალებულად რომ თქვენ როდესაც ხელისუფლებამ მოგცათ ნულოვანი ბარიერი მოგცათ იმიტომ რომ ეს 4 წლიანი დრო პარლამენტში ყოფნა საკმაოდ დიდი დაფინანსება წვდომა მედიაზე ტრიბუნაზე ყოფნის საშუალება მინისტრის და პრემიერ-მინისტრის მოწვევის საშუალება დებატების დანიშვნის საშუალება თქვენ ეს ყველაფერი უნდა გამოგეყენებინათ რომ უკვე მომავალი წლის არჩევნებისთვის ასე თუ ისე წინააღმდეგობა და კონკურენცია გაგეწიათ იმ პარტიისთვის რომელიც ეს წლები გაშანტაჟებდა ნაცმოძრაობის სივრცეში აითქვიფნენ ეს პარტიები აითქვიფნენ პირდაპირ ნაცმოძრაობამ შეისრუტა ეს პარტიები მათი დიდი უმრავლესობა დააშანტაჟა პოლიტიკურად უთხრა რომ თქვენ გაგაქრობთ მედიიდან
გააგაქრობთ დაფინანსების წყაროებიდან და საერთოდ ვერ დადგებით ოპოზიციურ სცენაზე თუ ჩვენთან და ჩვენი მართული არ იქნებით. სხვა შორის არის რამდენიმე ვინც ამას ღიად უპირისპირდება, ეხლა ცდილობენ ისინი შერაცხონ ასოციალურ პირებად, ყველანაირი შეურაცხყოფას ცდილობენ კრიტიკული აზრის მქონე ხალხის მათივე რიგებში, ადრე ვინც მათი იდეოლოგები იყვნენ და მისაბაძი ხალხი იყვნენ, ზუსტად ისინი დღეს ზოგიერთები არიან აზრზე, მაგრამ უკვე იმათაც ვერ იტანენ, იმიტომ რომ სიმართლეს ვერ იტანენ. განა რამე პრობლემა აქვს. სიმართლე არ უყვართ და სიმართლეს ვერ იტანენ. არჩევნებისთვის რა კონფიგურაციას მივიღებთ? როცა თვალს გაუსწორებ. ერთი მომენტია, როცა თვალს გაუსწორებ, უკვე წინ ხარ და ამ ხალხმა ვერ მოახერხეს სიმართლისთვის თვალის გასწორება. რა ფორმას მიიღებს კოლექტიური ნაცმოძრაობა, ოპოზიციური ფლანგი, რადიკალები, რაც არ უნდა დავარქვათ, ეს არის ჯგუფი, რომელიც რაღაცა ფორმით უნდა წარსდგეს არჩევნებში. ხო, გითხრათ, რომ ყავილოვანი კომპოსტოს ფორმას მიიღებს თქო, არ ვიქნები მართალი. რაღაც ფორმას მიიღებს არჩევნებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით რას ხედავთ, რომ სათავეში ვინ იქნება საინტერესოა, გადამდგარი პრეზიდენტი, თქვათ, იმიტომ რომ სცენარიც განიხილება. ნუ მართალი გითხრათ, ცოტა არ იყოს უხერხულად გრძნობთ უკვე თავს, როცა ევროინტეგრაციის ამ ხელმისაწვდომი ამბავი მოდის, აგერ 24 წლის ბიუჯეტს ვიღებთ, აგერ ინფრასტრუქტურული პროექტები მიდის, პენსიების გაზრდაზე ვშელობთ. ძალიან მნიშვნელოვანი თემები არის, იკოთი გაიხსნა, იქ პოლიტიკას ეს ადამიანებიც ქმნიან მისმენია პოლიტიკას. ახლა უნდა დავსხდეთ აქ თურმე და ვილაპარაკოთ მელია, ხაბეიშვილი. საინტერესო კონფიგურაცია შეიძლება იყოს პრეზიდენტი, რომელიც ოცნების მხარდაჭერით მოვიდა ამ პოსტზე, შესაძლოა გახდეს ოპოზიციის ლიდერი. მე ასე ვხედავ, ანუ დიდ სურათში ასე არის. ანუ სააკაშვილი ცდილობს, რომ მაქსიმალურად არიოს თავის პარტიაში ვითარება, რომ დაამტკიცოს თავისი ლეგენდა, რომ ეს არის შეუცვლელი და ერთადერთი ლიდერი. ეხლა რაღაც მანიფესტი კი გამოაქვეყნა, ამ მანიფესტმა ერთობის მანიფესტი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში გამოვიდა დაშლის მანიფესტი რა. მანიფესტი ვიცი, მე ბახვის მანიფესტი, ახლა რო წაიკითხოთ ის, მართლა გამაერთიანებელი სულისკვეთება ქონდა და მაგარი მანიფესტი იყო. ეს მანიფესტი იყო დაშლის მანიფესტი და დაშალაგიეს ერთ კვირაში. ანუ სააკაშვილის თამაში ეს არის, რომ დაამტკიცოს, ხალხს დაამტკიცოს, რომ პარტიაში არავინ არ არის მის გარდა ლიდერი. ეს ერთი. აი ხა მეორე აქ რა ხდება? დანარჩენები ფიქრობენ, რომ ეს კაცი არ არის ლიდერი, ვერ გაუძლო პატიმრობას. არათანმიმდევრულია განცხადებაში, ხან დავდომილად წარმოაჩენდა თავს, მე თქვა რომ ვინ გაბედა ჩემი დავდომილად წარმოჩენაო, არა და ფულს იხდი და მაგაში მისი ოჯახი. მოკლედ თელი პატიმრობაში ყოფნის დროს, განსხვავებით მისი თანაგუნდელებისგან, რომლებიც ბევრად მეტი ხანი იჯნენ საპატიმროში და ვიტყოდი რომ ბევრად ღირსეულად მოიხადეს სასჯელი, ამ ადამიანმა დაკარგა ლიდერის პოზიცია. ეს ხო დაინახეს დანარჩენმა ჯგუფებმა, მივიდნენ და დაიწყეს დარჩენილი მემკვიდრეობის განანაწილება. ეს არის შავი ფული, სკამები, გავლენა ტელევიზიაზე. იქ ახლა გამოიკვეთა ორი ჯგუფი, ვისაც მეტი ყავდა შეყვანილი პოლიცსაბჭოში, იმიტომ დააპატარავეს ის პოლიცსაბჭო. მე ისევ გაზარდა. ბოლო რა იქნება ამ ამბის? ბოლო იქნება, რო გითხათ ახლა ბედნიერი დასასრული იქნება თქო? ბენზი არ იქნება. მადლობა. მადლობა არჩილ თავაკვაძე ვიცესპიკერი. აგერ გამოჩნდა რომ ადამიანი რომელიც ამბობდა რომ ჯარიმას არ გადავიხდი, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა არ შევალ პარლამენტში და ვინ შევა პუფები იქნებით, შევიდა პარლამენტში, მე თქვა რომ არ წავალ პარტიიდან, ნუ წავიდა პარტიიდანაც. ანუ ჯერჯერობით ყველაფერს უკასაგებია რომ ნიკამელია ვერ გამოდგება სიმტკიცის სიმბოლო. მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა გაიყოლა, რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, უბრალოდ უნდა გამოიყენოს. მადლობა. მადლობთ არჩილ თავაკვაძე ვიცესპიკერი ჩვენი სტუმარი იყო, მადლობა ინტერვიუს.